რას ნიშნავს თბილისობა თქვენთვის? ეს არის დღესასწაული იმ საოცარი ფერების ქალაქისა და იმ საოცარი საუკუნეების გამოვლილი, ჭირგამოვლილი ქალაქისა და ქალაქელებისა, რომელიც მთელი წლის მანძილზე მიყვება მეზე. განსაკუთრებით ალბათ ეს ადგილი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფები და ტივი იყო ასე ხინის გასამართი ადგილი, სხვათა შორის უნდა გითხრათ, რომ 6 ტივი გადაებმეოდა და თბილისელები ქორწილს მართავდნენ ხოლმე აქ და აი ესეთი მხიარულებაა დღეს ახლა აქ. ბატონო ახტან. ყველაზე ძალიან თბილის რომელი სიმღერა უხდება? თბილისობა და თბილისობას რას უხდება? სადაც თბილისიურებია მოკლედ. ყველაზე კარი მაშინ ლაღიძის სიმღერა. ლაღიძის სიმღერა. ყველაზე ძალიან განსაკუთრებული თბილისობა თუ გახსენდებათ? ბატონებო. ჩვენ ესე იგი თითქმის ყველა თბილისობაზე გამოვდიოდით. პირველი სიმღერა თბილისობა, სხვათა შორის ბასილაიამ შექმნა თბილისობისთვის, ეს იყო მგონი 79 წელს და იმის მერე სულ ამ სიმღერას ვღეროდით და მე მგონი ისიც უხდება. თბილისობა, მე ხივით გასკდა მოწმენდილცაზე. თბილისობა, მეტეხსაზე. აი ესეთი სიმღერა თბილისობაზე, რომელიც დიდი ხანი არ შესრულებულა და მე მგონი კარგი იქნება თუ განაახლებთ და შეუბერთ. სტატიშვილმა ძალიან კარგი სიმღერა შექმნა იმის მერე, როცა იგი შარშანს საპატიო თბილისელად აირჩიეს და დღეს მე მგონი გიტარასთან ერთად შეასრულებს ის. კი, ხო? ჩვენ დაგიბრუნდებით ისე. ნუცა, გენატრებოდა თბილისი. ეკა რომ მოსულიყო ყოფერი აქ შეეტეოდა და დადგებოდა და მე რა ვქნა, ბოდიში ბატონო ზურგი უნდა მოგაქცევ. ნუ როგორ შეიძლება არ მოგენატროს სულის და გულის ნაწილი და საერთოდ არა მარტო ჩემი, მე მგონია რომ მთელ დედამიწაზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი არის საქართველოს და ქართველები და ვარ მთელი მსოფლიოს ხალხის კურნალი ერი, იმიტომ რომ ეგეთი დაჯილდოებული, სულიერად განათლებული, სტუმართ მოყვარე, უნიჭიერესი სიმღერა, ცეკვა, თამაში, სითბო, სიყვარული, მე მგონი მარტო ქართველებს. მე მგონია მარტო ქართველებს. როგორ შეიძლება არ მოგენატროს ეს და არ გიყვარდეს და არ იყო ამ ძალის და ამ მზის შუქის მატარებელი მთელ ცხოვრებაში, ყველგან სადაც არ უნდა იყოს. სხვისთვის რო დაგეწერა, ესე ვერ წაიკითხავდა და ეს ისეთი ნიჭიერი ქალია, ზეპირა თქვა. გიო. დიახ. რა სიმღერი ხა თბილის რო გინდა მოეფერო რომელ სიმღერას ვერი ხარ? მე ვღერი ლილიკოს სიმღერაა ძალიან მაგარი, რომელიც ძალიან მიყვარს და იმას ვღერი ყოველთვის. რა თბილისი ხო, ქვეყნად არავის გა. აი სიმღერა. აი სიმღერა. ბათო. აი თბილისის ადგილზეო ხო შავთ ხომე. მერტ მართალია ხანდახან მანქანიდან იმას ვაგდებთ ხომე ვაშლის ნაჭამს, მაგრამ სადღეგრძელოებს შავთ ხომე. შე როგორ ეფერები თბილისს? ჩვენთვის ეს არის ჩვენი გული და სული მართლა რა, აი რითიც სულთქავთ და რითიც ცხოვრობთ ალბათ და ბედნიერები ვართ. მე ესე ვიტყოდი რომ ამ ქალაქში გავჩდით. გიზო ნიშნიანიძე ამბობდა რომ თუ გინდაო ნამდვილი თბილისელი გაიგო, ავე რომელიაო ულზე უნდა დაადო ხელიო და თბილის რო უხსენებო თუ აჩქარდა ესე იგი თბილისელიო. გიჩქარდებათ ხოლმე თბილისის ხსენებაზე გული გოგონებო. ხსენებაზე და ეხა რაც აქ ვარ ტახიკარდია მაგვინდა უხსენოთ. რა თქმა უნდა და იცით როცა აქ ცხოვრობ და აქ ხარ გამუდმებით კიდევ იმდენად არ აფასებ იმ ენერგიას, იმ სითბოს, იმ განსაკუთრებულობას, რომელიც იქიდან მერე ძალიან გვაკლია, კი. ჩვენ ცოტა ხანში გავაგრძელებთ ერთ მაგარ საქმეზე საუბარს, რომელიც თქვენ გააკეთეთ და დაგიბრუნდებით, არ მოიწყინეთ. ირაკლი, კინტო ყარაჩოღელი, რომელ როლს ითამაშებდი? ჩვენ მივეკითხებ ამ სახეობას, ას ვითამაშებდით. ჩვენ ხვის დაწერილი სცენარით, ხვის დაწერილი პიესით და ასე შემდეგ. რეჟისორებს უნდა კითხო. რო იყოს საშუალება თქო, მე ეს უგულისხმობ. რო იყოს არ ვიცი, რაც არაჩოღელი. ხო, ნისე? ხო, აბარა. აი, უნისე წამართვა როლი. აი ესე ხარ, ესე ხარ. აი, მადლობ. ხوار იქნება. აი, დიდი მადლობა. ხაშვილი იქნება ორთა ჭალის ბაგებში მოკეიფე. ხო, და არ გაწყენინე და კავშირი. კუკლა ჯანი. თბილის რომე გოჩა ნუ აჭმევ თევზებს არ დახოცო ამდენი სიმინდი. ვარ ჩემ წანში ვეღარ ეტევი. შენი ლაპარაკი არ ჩანს არ ისმის და ჩემი ისმის ასე რომ ნატუკა მოვიდა სტუმარი უცხოელი და გინდა რომ თბილისის კოლორიტი ბოლომდე აღსნობინოთ რომელი კერძით გაუმასპინძლდება. აუცილებლად კარგი კიტრიპომიდრის სალათა კახური ზეთი იქვე ჩადებული თონის პური პატარდოს დატრეფილი რასაკვირველია კიტრები და მწვანე თონის პური ჩადებული ეს იწოვს რა იწვეს ყველი არ გამომიტოვნა ნუ და ყველი დატეხილი და მწვანე
ინდის ხმა რა იციან რა იციან რა ინდური ხმა ეგონებათ რა დამყარველი და ონისე პირველი თბილისობა რომელიც გახსოვს პირველი თბილისობა მახსოვს 75 წელი იქნებოდა ალბათ ზიური იყო ანსამბლი ზიური მღეროდა და მეც მღეროდი მათთან ერთად და აი ხო კი პატარა აღარა ვარ მე უკვე ასახს არ გავამხელთ რომ ესე დიდი ვარ ძალიან მოკლედ ძალიან კარგად ვახო 70-იან წლებში მახსოვს ეს პირველი თბილისობა და დავიწყარი იყო და მიხარია რომ დღესაც ვარ თბილისობაზე თქვენთან კახა მიქიაშვილი არის ის მსახიობი რომ ის იშვიათი მსახიობი რომელიც არტისტობასთან ერთად სიმღერაც განსაკუთრებით გამოსდის და კახა შე რომელი სიმღერა გახსენდება ყველაზე ძალიან თბილისობასთან დავიღო აღიდის თბილისობა მახსენდება თბილისთან ზოგადად მაგრამ რა თქმა უნდა თბილისობასთან ბუბაკი კაბუძის სიმღერა ჩემი ვეფაიტონე მახსენდება იმიტომ რომ ჩემს წარმოსახვაში თბილისობაც არის ასე თბილისობას ბუნებრივია და ანუ ჩემს რო გეკითხა რომელი თბილისობა გახსენდება მახსენდება კადრები მე ონის შედარებით პატარა ბიჭი ვერ ვიტყოდი ხო და მახსენდება ეს კადრები ბუბაკი კაბუძე ნანი ბრეგოაძე და საოცარი ზეები ამიტომ ძვირფასო ტელემაყურებლებო გოჩა კაპანაძემ ძალიან მაგარი სპექტაკლი დადგა რუსთაველის თეატრში მზის დაბნელება საქართველოში სადაც ძველ თბილისში ხდება იქ მოქმედება და იქ ჯერსეთი ვარსკვლავები გურამ საღარაძე და ზინა კვერენჩხილაძე ყველანი თამაშობდნენ და ბატონი ჯემალ ღაღანიძე რომელიც ასევე ჩვენი სტუმარია და მზითვებს როცა მღეროდა მარინა ჯანაშიას პერსონაჟი მე მთხოვა რომ ის მზითვები დამეწერა და მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ამ სპექტაკლში ჩემი ცოტაოდენი წვლილი მიუძღვის გოჩა თბილისს მიუძღვენი მზის დაბნელება საქართველოში მზის დაბნელება საქართველოში მიუძღვენ პირველში მსახიობებს და თბილისს მაგრამ იქ არის ერთი კარგი რაღაც ახლა გამახსენე ძველ თბილისში იქ მზითები ჩამონათვალე რა ჩემ თქვი და იქ არის ერთი გვარი გუნარა ჩაიფხანოვა და დღეს აი გვარი ჩაიფხანოვა თბილისური სახე გვარია ხო და მართლა არსებობს თუ მოგონს და იქ არის რომ ვერცხლის თასი წაიღო მზითში და მე დარწმუნებული ხარ ჩაიფხანოვა სადღაც აივანზე არის და ხელს გვიქნევს ისა სხვა შორის მე აი დაუქმდიეთ მაგრამ მე ვფიქრობ რომ რაღაცის იმის თავმავაც კი გავხარ მიკაშე ეს ამოიჭრება გულნარევიჩ გიორგი შენ ყოველთვის ეძებ რაღაცა ნატურას ქმნი ადგილებს სადაც გადაიღებ რეგიონის მსახიობებს რომელიც გაცვეთილი აი თბილისში რა კოლორიტია რომელსაც ფიქრობ რომ შენ გამოიყენებ შენ შემოქმედებაში ცირა ყოველთვის მინდა რაღაცნაირად ეკრანზე მოვიტანო აი ეს 19 საუკუნის თბილისის სული და ვიზუალი რაც სიზმარშიც ძალიან ხშირად მე სიზმრება რაღაც სულ ფიქრობ ხოლმე რომ ამ ცხოვრების შემდეგ აი იმ ქალაქში მოვხდები აუცილებლად ძალიან კარგი მეც სიამოვნებით გავესეირნებდი იმ ქალაქში. ეხლა იწყება ცეკვათლებო ჩვენ ეხლა სტუმრად ვიმყოფებით თბილისელებთან ტივზე. მტკვარზე ჩემო ბატონო და ეხლა რო წარვადგინო რომელიმე მათგანი უხერხული იქნება და ბატონო გივი. ბატონო. ყველაზე ძალიან რა ასოცირდება თქვენთვის თბილისთან? ან ვინ ასოცირდება? დავიბადე თბილისში. ვერაზე. აი ახლა ბორანზე ვზივარ და ჩემი სატივო სუბანი მახსენდება. პირველი ბორანი იქ იყო. მეც რა მახსოვს. ვერის ხიდის გახსნა, როცა იოსებ გრიშაშვილმა სიტყვა წარმოთქვა გახსნაზე. ამაზე დიდი კიდევ ვენახოს ჩვენ თვარზე ხიდი. რას გულისხმობდა გიო? ჰა? ყველაზე დიდი ბედნიერება მე როგორც თბილისის ნახდა თბილისის ერთი დიდი ბედნიერება მე ღირსა კიდე რომ პირველად მე გავხსენი თბილისობა და პირველი ერთი შეცდომა იყო რომ სახედარით შემოვედი თორე დანარჩენი სულ ყველაფერი იყო ჩემთვის დაუვიწყარი პირველი თბილისობა გავხსენი 79 წელი. დღეს რომ მოვდიოდი აქ ერთ რამეს ვფიქრობდი რა. მაცოცხლე რა კიდე. რაღაც დავიწყე თბილისობა და 82 წლისა ვარ, ემეთი დასასრული არ იყოს და ეგ არ მინდა. არა, მოდი ვიყოთ რა ბიჭებო. ვიყოთ ბატონო. კარგად ვიყოთ. ისე მიყვარს ბევრი თბილისობა გვედღესასწაულოს დიდი მადლობა დღევანდელ დღეს თბილისობას ყველას გაუმარჯოს ყველა თბილისელს გაუმარჯოს
მთელ საქართველოს გაუმარჯოთ. გაგიმარჯოთ. ბატონო გელა, აი რამდენიმე თაობის თბილისელებს და თბილის მოესწარით. რა განსხვავებაა იმ თბილისსა და ამ თბილის შორის? უცნაურია, მაგრამ პირველი რაც მახსოვს თბილისიდან. უცნაური იქნება, ეს არის აბსოლუტურად ჩაბნელებული ქალაქი, არ გეგონოთ 90-იანი წლებზე ლაპარაკობ. ლაპარაკობ 1942 და 43 წელს. ძალიან ჩაბნელებული ქალაქი, ისმის სირენა და დედაჩემს და კიდევ რამდენიმე დამხმარე იყო იქ ჩვენთან ოჯახში და წამიყვანეს ბომბ საფარში. იმიტომ რომ თბილის ესე იგი მტრის თვითფრენავი შემოვიდა აქა და კიდეც ჩამოაგდო ბომბა. ვიცით მართალია ცხვერპლი არ მოყოლია. ისე რომ პირველი აი ეს მახსოვს. მერე მახსოვს ომის შემდგომი თბილისი და რომელიც იცი იფურჩქნებოდა ნელ-ნელა და უკვე გაჩნდა რაღაცა საზოგადოებრივი ცხოვრება, ხალხი უკვე დროს ატარებდა. აი ესეთი სიმღერები იყო მოდაში, იცი თოკავდა პატარა ნარგიზი. მამაჩემი დედაჩემს უყვარდა ეს სიმღერა, მამაჩემი ჯაზია და არ შეიძლება, ჯაზი უკვე აკრძალული. მერე მახსოვს უკვე 50 წლების ბოლო და გაჩნდა ჩვენთან დიდი ღიპიანი ძიები ორი ულვაშით და ძველი ვოლგაროა გას 21 მაშინ იჯდნენ ხოლმე და გაჩნდა კიდე ესეთი გასტროლერი ქალები. ახლა გასტროლები ის კი არ წარმოვიდგინოთ, თეატრში კი არ ჩამოდიოდნენ, sagastro თოგესმით რითვისაც ჩამოდიოდნენ. და ამ ბიზიებს მიყავდათ ეს ქალები ხოლმე. დიდ რესტორანში და ჩვენ კიდე რესტორნებში და ჩვენ კიდე ახალგაზრდებს ვოლგა არ ყავდა, არაფერი არ ყავდა, მშივრები არ ვიყავით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში გშურდა ამ ბიზიების. აი ეს როც მახსოვს. მერე შემოვიდა სულ ყველა სკრეპის კოსტიუმი ეცვა შავი. საერთოდ თბილისი ესე იყო, ყველაფერი ხდებოდა ერთ ქუჩაზე, ეს იყო რუსთაველი და ყველას ეცვა კრეპის შავი კოსტიუმი, თუ არ გეცვა შავი კოსტიუმი კრეპის კაცი არ იყავი. მერე რა ვიცი, ახლა ბევრი თბილისი, ყველა თბილისი მაქვს, ყველა თბილისი მიყვარს, აი ამაშია მთელი საქმე. ის პროვინციული თბილისი, რომელიც იყო. ეს ისეთი საწყალი ახლა მე იმიტომ რომ ჩვენ კი არ გვეგონო რომ საწყალი იყო, მაგრამ ახლა რო წარმოიდგინო მაინც რასაკვირველი ის დღევანდელ სხვა რიგის ცივილიზაციასთან ახლა ის ამ მანქანებთან შედარებით და ამ მაღაზიებთან და ამ რა ვიცი შოპინგ ცენტრებთან შედარებით ის რასაკვირველი სხვა ცივილიზაცია. მაგრამ ისიც მიყვარს, ესეც მიყვარს ეს თბილისი. რატომ მიყვარს იცის დღევანდელი თბილისი? გაცილებით უფრო მრავალფეროვანი. სულ სხვადასხვანაირი ტიპები დადის. ხალხით მე მიყვარს მრავალფეროვნება, მე არ მეშინია განსხვავებულების. და თუ ყველა ერთნაირი ეს მაინც და მაინც რომ გითხრა აცამონებას არ. აი ამიტომ დღეს დღევანდელ თბილისსაც გაუმარჯოს, რომელიც თანდათანობით ვითარდებოდა და გადაიქცა ძალიან სერიოზულ მეგეთქვით, ისე იგი მსოფლიოს საინტერესო ქალაქი, რომელზეც ყველა გიждდება ჩემი ნაცნობი კი ჩამოდის. გაუმარჯოს დღევანდელ თბილისს. დღევანდელი თბილისი რატოა ისეთ სადღეგრძელებელი? მე ვერელი კაცი ვარ, ვერაზე დაბადებული და ვერაზე თასდილი. ვერა რო ადიტდა და რო ჩავედი ეს ჩვენი შვილები პატარა ბავშვები ჩაჭიდებული რომ იბრძოდნენ. აი ვიფიქრე რომ საქართველოს არასოდეს არ დაიღუპება. მაგ დროის გმირიც სტუმრად აყვას უფასოდ უსახკარო კაცი რომ მთელ თბილისს უფასოდ ტაქსით ეხმარებოდა, ჩვენთან არის ტივზე და სულ ცოტა ხანში იმ კაცს გაგაცნობ. ბატონო ჯემა, ყველაზე პირველი თბილისობა, აი ბატონმა გივიმ გაიხსენა, თქვენ რომელი თბილისობა გახსენდება? მე ყველა თბილისობა მომწონს და მიყვარს, იმიტომ როგორც ქალაქი მიყვარს ისე, მაგრამ არ შეიძლება არ გავიხსენოთ და განსაკუთრებულად არ გავიხსენო 1500 წელი. თბილისის 1500 წელი. გარდა იმისა, რომ ეს თბილისობა იყო და ამით დამამახსოვრდა, მე იმითაც დამამახსოვრდა, რომ სულ ახალი მსახიობი ახლა დაწყებული მქონდა მსახიობობა. და მე მონაწილეობა მივიღე ამ 1500 წლის თბილისის საიუბილეო თარიღში. ბატონო ჯემა, აი სულ ამბობთ ხოლმე რომ თბილისელი და საპატიო თბილისელი. მე მაგალითად მე თუ მკითხავ, ყველაზე დიდი თბილისელი ჟორა შავგულიძე იყო, ზესტაფონში დაბადებული კაცი, რომელიც ყველაზე კარგად ცეკვავდა კენტაურს. ხო ესე იყო ბატონო. თქვენ რომელი ადამიანი გახსენდებათ აი თბილისთან დაკავშირებით? ჩემმა ძმებმა აგერ ისე ილაპარაკეს თბილისზე, რომ აი ცოტა არ იყოს ხასიათი გამბიჯ და რა უნდა თქვა მეთქი ამის შემდეგ, მაგრამ თბილისი ვის არ იყო, როგორ შეიძლება თბილისი არ გიყვარდეს? ამდა რატო შეიძლება უთხრათ კაცს შენ თბილისელო და ისინი დააყენო შენ როზურგეთელო დაუშვათ არა. მერთმა დაიფაროს, მაგრამ ყველას ვენაცვალე, მე ვიც თბილისი უყვარს და ყველას ვენაცვალე ვიც თბილისს აფასებს. მაგრამ მე მაინც ერთი მომენტი მინდა გავიხსენო ჩემი გელა და ეს ბიჭები ახლა გაიხსენებენ ამას. 50-იანი და 60-იანი წლების თბილისი, მე უკვე აღარ მახსოვს. აი დაუშვათ გაგებიჭდა საქმე რაღაც პლეხანოველთან, შარი აგეთქვა.
ვიღაც გოგოს მოკიდებდით ხელს, ეთქვა შენი შინივე ჩემო დაიკო. აი იქამდე გამომყევით თუ შეიძლება. გამოყევ კაცი შვილი ხელს არ გახლებდა. გოგოსთან ერთად. პირიქით, ყვავილს მიართმევდნენ ეს. მართალია. აი ეს მენატრება რა ხალხო და ეხლა ცოტა არ იყოს სხვა დამოკიდებულოა. გოგო თუ გადარჩა, კაია. გოგო თუ გადარჩა. ახლა ეს თქვენ რა გენაღლებათ თბილისელებს? ახლა ვუყურებ მე ვზიარ ტივზე. ამ ჩემ უსაყვარლეს ადამიანებთან, უსაყვარლეს ქალაქში, უსაყვარლეს ქვეყანაში. ჩავალ გურიაში ახლა 19 უნდა ჩავიდე. იცი რას მეტყვიან ახლა ფიქრობ დაახლოებით ამას მეტყვიან. რაკენ ვიჯო, ხმელეთ დაიყარა და ახლა წყლებს იმყრობ. მე 9 კლასში ვიყავი, მე-1000-ში აღარ მახსოვს. თავისუფალი თემა, რად მიყვარს თბილისი. და შემოგვიტანეს დაგვირიგეს ეს სკოლაში და უნდა დავწერო თავისუფალი თემა, რად მიყვარს თბილისი. აი გეფიცებით. 15 წუთში მიუტანე უკან მასწავლებელს. ბიჭო, დაწერეო კაცო. დავწერე მეთქი. და გაუგნდა. გაუკვირდა. რატო იცით, გამახსენდა გოგოლა ლეონიძის ლექსი. შენზე ამაზი ვინას თქვა, ნატეხო ქარტეხილისო. ჰოი რა საყვარელი ხარ ჩემო, ჩახჩახა თბილისო. აი ეს დავწერე და ხუთიანი მივიღე. გაუმარჯოს. ჩახჩახა თბილისი. ჩახჩახა თბილისი. გაუმარჯოს. ბატონო ახლა თბილისს უნდა უმღეროთ როგორც ვიცი, ხო? კი რაღაც მე მოვიფიქრე რა პატარა ლექსი და სიმღერა მე და ნანაცი მისანძებ და ვიმღერებ თუ გინდა. კი ბატონო. ბატონი ვახტანგ ტატიშვილი. ისევ მინდა გიმღერო მოგეფერო კიდევ ერთხელ ვილო თბილისო ჩემო ეც რომ სიტყვა დამაბედე ატმინდი და მონავერი ქარი ყველა უბანს მოილვის და გლოცავს დედასავით გეფერება მტკვარი ღამემ შუბზე გაკოცა თბილისო შენთან ერთად მიხარია გათენება დილისო თბილისო მეც რომ სიმღერა მოგიზრნა ამას მინდა მიშლისო კაცია თუ ქალია მე მთელ ქალაქს ვეფერები მეგობრების ალიანს ვერასოდეს შეველები მერე არო თმაში ჭარბობს თეთრი გული მაინც სიყვარულით ფეთქავს მე თბილისის აშუღი ვარ ერთი ეს გავბედე მეთქვა თბილისო შენთან ერთად მიხარია გათენება დილისო თბილისო ენასვალე ვის ჩემს ახვილს უკეთესად ითქვისო სამზარეულოში ვტრიალებ. საოცრება, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ მე აი აქ განმარტო, ასე ვთქვათ, სამზარეულოში ვტრიალებ. მე ბორანიც კი მართე. დიახ და ჩემ ხელს ვიყავით ყველანი თქვენ. აქ ისეთი ჯენტლმენი გყავს, რომ ხელი არ გაგინდა. სასწაული, მაგრამ აი მე ხა ვიცი ხა რასაც გავაკეთებ. რა, აი ეს კუთხე ყველაზე სიგემრიელია. აი ეს. რატო ეგ შეხე მე თუ ავჭამე
შენ უნდა ჭამო, შენ უნდა ჭამო. მაგიჟებს ის მომენტი, როდესაც გაივლი, აი მანქანით შემთხვევით რო გაივდო, რომ არა ხარ ჩართული რა, რაღაც სადღაც გეჩქარება და სული აი ხო სასაუს გავაკეთე, ერთ სამწვაც ავიღებ, უკვე მე მგონი აი ეს კარგია, ხო კარგია. და შეხედე. ნახე, რა მოდის. აი ვადერა. პროფესიონალი. ნახე, და რა ხელი ვარ. და აი ეს პურია ყველაზე გემრიელი ეს უნდა დავაფაროთ ამას და ასე. მიღაბა რა, ამ ცხიმში უნდა ჩადო. აი ხალხს გავმარჯოს. მე განსხვავებული ფერი. ძალიან მიყვარს ბაჟი. აი ყველას წარმოგიდგენია წელი საქართველოს ხელი წამოდგება და ჩემო მიერთდება ამ საქართველოში და აი მე ის ხალხს გავმარჯოს ვენაცონე ყველა იმ ადამიანს ვისაც საქართველოს ვისაც ქართული მწვადი კახური და იმათაც ჯავამორდოს უყარდა და ვერ არიან მესმენ ერთად და ვერ შეჭამ საკვე ძალიან დიდი მადლობა უნისე მე მგონია ყველამ ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაუხადოთ კაფე ბარი ბორანს გავმარჯოს კაფე ბარი ბორანს აიარეთ ამ ბორანს და მირთულ უგემრიელესი თვალით არაჩვეულებრივი დღისთვის არაჩვეულებრივი და უგემრიელესი დღისთვის დავლიე გამარჯოს გილოცავ ვიცი ჩემო შაო გოგო შენ დროსტარება ყოფილა დაუცრება მართლა საოცრება და აქტრისა მარგარიტები ვიტკი ძალიან ლამაზი დღეა და ძალიან ლამაზი ხალხია შეკრებული და ეს არის თბილისი და აქედან ბორანიდან დანახული თბილისი კიდე უფრო სხვა და თქვენთან ერთად თბილისი ხო აი ეს გიჟები მომღერლების მეფეები მუსიკის და ყურის და ტონალობის არ ვიცი წარმოუდგენელი და მიბოლონდები მადალიანი უბნები და ლოცვილი მთაწმინდა ლოცვასავით სიყვარულზე უბნები სხვა სამშობლოა მიღაშენი მადალიანი უბნები და ლოცვილი ჩვენ ქალაქს გავუმარჯოთ, სამურთიერთობას გავუმარჯოთ. თქვენ გაგიმარჯოთ ესეთ ლამაზ ქალებში, ქალბატონებში რო ვარ, გომა. აბა გაგიმარჯოთ, შემოძმაო, გაგიმარჯოთ. მიყვარხარ. სიყვარულით ვიცხოვროთ ამ ქალაქში. მოვეფეროთ ერთმანეთს და რადიომია ბორანზე ყარაჩოყი. ჩვენ თბილისის ქალაქს გავუმარჯოთ. მაინც არ ვიცი რა და
ეს სიყვარული გადამიგალი ეს მოვალდა მაგრამ ჩაგიხუდები იცი ვიყავარ ხარ იცი ვიყავარ ამაზე კარგი ჩვენ რა მარტივია 1 2 3 4 ვიღოთ ვიარო გამიმედარო ამით გავახოთ ეს გრძნობაც მინდა თوارი თوارი და ეს სიყვარული რა მომიგალი ეს სიყვარული მაინც არ ვიცი რა თوارი თوارი და ეს სიყვარული რა მომიგალი ეს სიყვარული მოვალდა მაგრამ ჩაგეხურები მოვალდა მაგრა ჩაგეხუტებით ხალხო რა თქვენ გენაცვალეთ მე რა გაბედნიერებაა თქვენთან ერთად რო შევხვდი ამ თბილისობას და მართლაც მირანდას ტკბის არ იყოს პატარები ვიყავით როცა ეს ბორანი დადიოდა მიირწეოდა ამ ტკბის ნაპირზე და ჩვენს ერთი სული ქონდა რომ ვიდეო ჩვენც ვიყოთ იქ ჩვენც ვიყოთ და რა თქმა უნდა აქ იყო არაჩვეულებრივი ხალხი ჩვენ კი აგვიხდა ასაკმა აგვიხდინა ჩემო კარგო ხასვები იყურებიან მე მინდა ჩემს ქალაქს ჩემს საყვარელ თბილისს უსურო ბედნიერება ლაღი ცხოვრება ყველა თბილისელს და ყველა ქართველს რა თქმა უნდა და სილაღე სიყვარული ბევრი ფული ჭამრთელობა არ მოაკლოთ არც ერთ ქართველს არც ერთ თბილისელს მეფა და ძალიან მიყვარხარ ხალხო და მიყვარ შევი თბილისი ჩემო თბილისი შენი ჰაერის გერბო შენი თასმიდის კალათა გადასახედი წნეთის წმინდა ადგილისარა შენი ვაკე და ვერა გვარი კამარი ვიწრო შენი მოსახლე ყმელა ვისაც ღიმილი დვიცნო შემოსაუნჯეო მიგრათა შენზე სიმღერას ვედა შორს გადახვეწილ შვილთა მუსიხოვარულებდა მინდა გიმღერო ქება მინდა გიწოდო ჩემო ვერ დამავიწყეს ლებავა შენი ჰაერის გერბო მინდა გიმღერო ქება მინდა გიწოდო ჩემო ვერ დამავიწყეს ლებავა შენი ჰაერის გერბო შენი ჰაერის გერბო გვერდით დადგნენ ეკახოფერიას თოქ-შოუში ამ ადამიანებს თქვენ წარმოგიდგეთ ჩემი კიდევ ერთი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი. ხო მივესალმოთ ჩვენს ახალ გმირებს.
ესენი არის ადამიანები, რომლებიც თავიანთი საქმით ყოველდღე ჩადიან გმირობას. ბატონი ილია ჩოხელი, მივესალმო ბატონ ილიას. ბატონ ილია არის ადამიანი, რომელიც ყოველდღე ალაგებს რიყის ბაქს, ჩვენს ულამაზეს ადგილს, რომელიც გაიზარდა ინტერნატში, ცხოვრობდა მონასტერში, იმიტომ რომ სახლი არადროს ჰქონია და ამის ფონზე უulis 8 ბავშვს, რომლებიც არ არის მის და სხვის ბავშვებს ურმელობს. ეს ადამიანი არის გმირი. ჩემი ყოველი დილა დილის 6 საათზე იწყება. 4 წელია მე ეზოვეთ მუშაობდა რიყის ტერიტორიას ვალაგებს. ხედავ ხალხი როგორ მიიჩქარის სამსახურში, ამიტომ ყოველთვის ვიცი, ვინ სად მიდის, რას აკეთებს, როგორ იქცევა. მიხარია, როცა ყველას მოწონს სუფთა და დალაგებულ ქალაქში ცხოვრება. მოკლედ, ქალაქში ხმაური დილის 6 საათიდან იწყება. ბატონი არტურ პეტროვი, ბატონ არტურ, მოგესალმებით. წლების განმავლობაში მესაათე დღეს არის მთავარი მესაათე. ანუ ის ცნობილი საათი როა თბილისო, ამის ფონზე რო განწყობს, იმის მესაათია. მამისი იყო მესაათე და შვილიც იზრდება მესაათით. ახლა საღამოს 8 საათია. მე ისევ თავისუფლების მოედანზე ქალაქის მთავარი საათი უნდა დავყო. გიორგი ლომბიძე, ეს არის უახლესი გმირი, ჩვენ ყველას გახსოვთ 13 ივნისის სტიქიური დღეები და განსაკუთრებული მომენტი, როცა ადამიანი ტაქსით უფასოდ გამოემსახურებოდა მოქალაქეებს და აი ეს ვაჟკაცია, მოგესალმებით გიორგი და შეხან ნამდვილი გმირი, როცა შენი საქმით, რაც შეგეძლო ეს იყო შენი ტრანსპორტი და გადაკავდა მოხალისეები. როცა ტელევიზორში ვნახე იმ ღამეს თუ რა ხდებოდა, ჩემს თავს ვკითხე, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა დაზარალებულთათვის. ჩემს მანქანას მივაკარი უფასო მგზავრობა და სვანეთის ქუჩასთან მივედი. ეს ჩემთვის იყო პირველი ასე ვთქვათ აქტიურობა, რამე გამეკეთებინა ჩემი ქალაქისათვის, იმ დროს, როცა მას ძალიან უჭირდა. და თორღვაშვილი. მაშველი, რომელმაც 13 ივნისს უამრავი ადამიანი გადაარჩინა და ლომს შეხვდა პირისპირ, თუმცა მიუხედავად ამისა, ლომის შემართებით გადაარჩინა ადამიანები. დიდი მადლობა შენ. უკვე 13 წელია მაშველი ვარ და ასე სტიქესთან ბრძოლა პირველად მომიწია. ახალ წყურში ჩამესმის და ხშირად მახსენდება ის ყველაფერი, რაც იმ საბედისწერო ღამეს ხდებოდა. მე მინდა აი ბატონო გიორგი თქვენ გაიგეთ ამ ადამიანებს იცოდეთ მანამდე ახლა პირადად გაიცანი და თქვენი დამოკიდებულება როცა ადამიანი თავის საქმით ყოველდღე ჩადის გმირობას აი რა ემოცია რა არის რა ფენომენია ეს მე მგონი მარტო ქართველებს შეგვიძლია ეცრა უდაოდ ამაყი ვარ ამ ადამიანებს რო უყურებ და ძალიან ბედნიერი ვარ რომ დავიცანი აი პირადად ბევრი მსმენია მათ შესახებ მაგრამ დღეს მომეცა აი ამ მსმენიერ დღეს შესაძლებლობა რომ ეს ადამიანები პირადად ამ ადამიანებზე დგას ჩვენი ქვეყანა მე მგონი და მომავალშიც ასე იქნება ასეთ ადამიანებზე თქვენმა არ მოგუშალოს ამისთან თავდადებული ადამიანები ბატონი გოჩა კაპანაძე გმირულად გახართ ბატონო გოჩა მაგრამ მაშველის იმედი გაქვთ მაგრამ იმედი არ დაგჭირდება აი ბატონო გოჩა თქვენი შეფასებად გახლავთ ის დღეები ბუნებრივია და კონსოლიდაცია საოცარი აი მართლა ბატონმა გიმაღნიშნა რომ როცა ამას უყურებთ ერთხელ იყო თელი თბილისი თელი ქვეყანა ხალხი ჩამოდიოდა და საოცრება მოხდა მთელი სოფელი გამწიფრებული იყო და რაღაცა სიამაყის ნობა გვეუფლებოდა ყველას პირველ რიგში მე არ მეკითხს ეს ეგრე რატო არ მეკითხს ადამიანი არის სიკეთის შექმნილი და სვის დახმარებისთვის გაჩენილი. აი ეს დღეები იყო ძალიან დიდი ტრაგედია და იყო ძალიან დიდი იმედის ხივი რომ აი ესეთი ხალხი ხომ არსებობს და ის თაობა რომელიც ჩვენში მოდის არის ძალიან ჯანსაღი თაობა და მე ამით ვიყავი ძალიან ამაყი რომ ესეთი თაობა მოდის. ყველას მადლობა უთხრა რა თქმა უნდა ამ ხალხის თამადობით და ყველა თბილისას და არა თბილისას ვინც იქ იდგა და დღემდე ეხმარებიან ყველაფერ აი ამის გადატანაში. დიდი მადლობა. ჩვენ ამ გადაცემაში კეთილ ადამიანებზე მოგითხრობდით. მინდა კიდევ ერთი ასეთი ადამიანის შესახებ გიამბოთ. მირანდა მირიანაშვილი, მუსიკოსი, რომელიც თავის მეგობრებთან ერთად სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაერთიანდა. მირანდას თქვენ გადაცემაში კახა მიქიაშვილი წარმოგიდგენთ. ფირფოს ტელემაყურებლებო, ახლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ორი შესანიშნავი ადამიანი, დები მირანდა და მედია მირიანაშვილები, რომლებიც ძალიან დიდ საჩუქარს უწოდებენ ჩვენს თანამოქალაქეებს და მირანდა და მედია. მე მინდა რომ თავად თქვა თუ რა ელოდებათ, რას უწოდებთ თბილისელებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. იცით რა, ესეთი
შემართებით ვერც დავიწყებ ამაზე ლაპარაკს, საკმაოდ ცევდიანი და ასე ვთქვათ, ტრაგიკული თემაც არის. თუ დაუბრუნდები დღეს არაერთხელ განჟღერდა ზაფხულის ტრაგედიის თემა და ვერ ავწდებით ნამდვილად. ვერ ავწდებით და ეს ტკივილი დიდხანს გაგყვება. ჩვენ იცი ის ხალხი, რომელიც თბილისში არ ცხოვრობთ ძირითადად და ვართ შორს, განსაკუთრებული სიმძაფრით და განსაკუთრებული ტკივილით აღვიქვამთ ყველაფერს, რაც ჩვენ ქალაქში ხდება. ერთ-ერთი საღამოს 24 ივნისი იყო, როცა ერთ-ერთ მუზეუმში საღამოზე აბსოლუტურად განყენებული საღამო იყო, არანაირად დაკავშირებული არ ყოფილა თბილისთან, მაგრამ ქველმოქმედებასთან იყო დაკავშირებული. და იქ მქონდა მისასალმებელი სიტყვა მქონდა იქ და სულ სხვა თემიდან გადმოვედი ამ ჩვენ ტკივილზე და მივმართე იქ მსხდომ საზოგადოება, საკმაოდ ისეთი წარჩინებული ხალხი და სოლიდური საზოგადოება იყო და იქვე მიმართე რომ მითხარი აი ესეთი რამე დაგვატყდა თავს და აუცილებლად რამე უნდა გავაკეთოთ მეთქი იქ სადაც ვარ ამჟამად მოსკოვში ეს იყო ისეთი აბსოლუტურად ემოციური ამოძახილი და ეს მაგიდებიდან ესე ერთი 15 მაგიდა იყო დაიწყო ხალხმა კი ბევრი ახლობელი იყო და ბევრი მეგობარი მაგრამ დაიწყო ხალხმა წამოდგომა და აი ესე არც მაწყვეტინებენ და აი ესე მანიშნებენ ეს იყო რომ შენთან ვართ ეს იყო იან იანოვსკი გორნა ხაპეჭანი ფაწიმა მისიკოვა ვასა წერეთელი რა თქმა უნდა სოფიკო შევარდნაძე წამოხდა ვაკეთებთ და აი ესე ერთ ტალღაზე მოხდა მარტო ემოციის და მარტო თანაგრძნობის და აი ამ ტკივილის გაზიარების სურვილის და უნარის ფონზე მოხდა ის რაც მოხდა. მოვიდა დაახლოებით 350 კაცი. ისეთი საზოგადოება მოგროვდა, არ შემიძლია არ გადმოგცეთ ძვირფასო თბილისელებო ამ საოცარ დღეს არ შემიძლია არ გადმოგცეთ ის თანადგომა, ის სიყვარული და სითბო, რომელიც ჩვენ იქ ვიგრძენით. ეს იყო აბსოლუტურად გაშიშვლებული სითბო, სიყვარული და თანაგრძნობა. შევაგროვოთ საკმაოდ დიდი თანხა და ვიყიდეთ 15 ბინა. იცით, სანამ მედიმ ძალიან იმუშავა, იმიტომ რომ ამ ბინების გარემონტებაში. კი, მაგრამ მე მივდი მოვდივარ. ძალიან ეს არ იყო იოლი. ჩვენ გამოვიარეთ ძალიან ბევრი ბარიერი ფიზიკური და მორალური. მაგრამ კეთილი საქმეები ყოველთვის ღმერთის წარმართავს მე მედია და აი ეს 15 ბინა რომელიც აღნიშნავ მე მინდამ ვის გადაეცემა როდის რო თქვა აი ხა პროცესში ვარ აი ეს პროცესია ხო ჩვენი პრიორიტეტი რასაკურველია ნებისმიერ და თითოეული დაზარალებული იყო ჩვენი დახმარების სამიზნე მაგრამ გადავწყვიტეთ რომ მარჩენელ დაკარგული ოჯახები გარდაიცვალა ოჯახებს დავხმარებთ ეს იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და ამაში უკვე დავწმუნდით ამ ოჯახებს რომ მივესალმეთ და ვესტუმრეთ თვითონ სახლებში და არ შემიძლია კიდევ არ აღნიშნო მაპატიეთ რომ ესე ხტები თემიდან თემაზე მაგრამ ჩვენ ჩამოვედით აქ აბსოლუტურად დამბნეულები რაღაცა რეალიზაცია უნდა მოგვეხთინა ამის და აი ესე ქუჩიდან შეიძლება ითქვას მივადექით მერიას და აი ის რა წერტილოვანი და ზუსტი დახმარებად გაგვიწია ძიმა დიმიტრი კუმსიშვილმა დიახ და მე უკვე მთელმა გუნდმა იცით ნამდვილად აღფრთოვანებული ვიყავი ამ გუნდის მუშაობით შემართებით როდესაც თანხა შეგროვდა და გადაწყდა რომ ბინები უნდა ეყიდათ იმ ადამიანებისთვის ვინც დაკარგეს ახლობელი ადამიანები ვინც ითვლებიან მარჩენელ დაკარგულ ოჯახებად და მირანდამ გადაწყვიტა რომ თავად მისულიყო ამ ოჯახებში და თავად გასაუბრებოდა ამ ადამიანებს. მოდით ნახოთ ეს რეპორტაჟი ჩვენს გადაცემაში. გამოუდგენელია უბრალოდ აი ნიჭირს ამ თემაზეც ლაპარაკი აი საერთოდ აკრძალული არის ოჯახში რომ ანახსოვნა ან წარსულში საუბარი რაღაც სულ ვაკეთეთ იმას, რასაც ის აკეთებდა. სიკვდილი მერჩენია სასაფლაოზე ასვლასთან, მაგრამ იქ ვაწყდები რეალობას, რომ ის
არ დაბრუნდება უბრალოდ და არ ვიცი როგორ შეიძლება რა შეიძლება ჩვენ ასაკვირველია ვერაფრით ვერ შეგიმსუბუქებთ ის პირველს რა ტკივილშიც იმყოფებით და რა ტკივილიც გადაგაქვთ ახლა უბრალოდ მინდა იცოდეთ ერთი რამ რომ ამ გაჭიროებაში და ამ უბედურებაში არ ახართ მარტო ძალიან საფუძვლიანი თანხა შევკრიბეთ და ვიყიდეთ ბინა ახალ ლამაზ სახლში და ნუ აი 1 ნოემბერს მინდა რომ მოხვიდეთ და ნახოთ თქვენი ახალი ლამაზი ბინა ჩვენ გიყიდეთ ბინა არა, ნელი არ უნდა მითხრათ რა, იმიტომ რომ ჩათვალეთ რომ თქვენმა მეუღლე და შენმა დედიკო უნდა რომ გაგრძნობინათ რომ გეხმარებათ და თქვენთან არის სიტუაციას არ ვიცი რა უშველის მაგრამ გიყიდეთ ბინა აქვე ახლოს ახალ სახლში სადგურის უკან დიდი ლამაზი ევროპული სახლი აშენდა აი ამ ქუჩის იქიდან რო გადმოიხედა ვაი ბებიას და ბაბუას სახლს დაინახა შეიძლება დედიკოს ადრე სტრამინდა და პირველ რიგში მეთქვა რომ თქვენთან ერთად არის უამრავი ხალხი რომელსაც არც იცნობთ შეიძლება ვერც ვერასოდეს ვერ ნახოთ და რო ვფიქრობთ რა და რა ფორმა მიგვეცა ამისთვის გიყიდეთ ბინა ხო გიყიდეთ ბინა ძალიან კარგ სახლში თანაგრძნობა ეს უსაზღურო ცნებებია და ზუსტად ამიტომ უნდა გადმოგცეთ ბინა რომელიც ვიყიდეთ ვილტას სახელზე. მაპატიეთ რომ ესე შემოგეჭერით, მაგრამ სიკეთე გაგვიკეთეთ და მადლობას მეტი გაგვეთქმის, რა ვიცი, რით უნდა გადაგიხადოთ მარტო. ძალიან ვამაყობდით ყველა ჩვენი მორაგბეებით. ალბათ თქვენ ხობათ ნელგუჯა. დიახ. გეამაყებოდით. მოგესალმებათ ბატონი ელგუჯა. ჩვენი ბიჭების შეკრება ერთად ცოტა რთული თემა არის, მაგრამ ეს დღეს დადგება ეკახოფერიას თოქ-შოუში. ეხლა კი ჩემი თანაწამყვანი კახა მიქიაშვილი შეხვდა რამდენიმე მათგანს. მოგესალმებათ, ინგლისსა და უელსში გრძელდება მსოფლიო ჩემპიონატი რაგბიში. სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები ტურნირის გამოერთიშია, მათ 4 თამაში ჩაატარეს, აქედან 2 მოვიგეთ ტონგასთან და ნამიბიასთან და 2 წავაგეთ, ეს არის ახალზელანდიასთან და არგენტინას, თუმცა ეს იყო ძალიან ღირსეულ ბრძოლაში ღირსეული დამარცხება, მაგრამ მთელი საქართველოს ასაკის გამორჩეულად, ესე იგი სქესის, ეროვნების, არ ვიცი რისი იყო გაერთიანებული და თაფლიდან მე-16 მოთამაშით. ძალიან სასიხარულო იყო, რომ ჩვენ ხედავდით, როცა თამაშს უყურებდით ქართულ გულშემატკივარს სტადიონზე და საქართველოს ისმოდა ხმა, ეს აქ იყო ემოციური ტელევიზორთან წარმომიდგენია რა იქნებოდა თქვენთვის. აი მე-16 მოთამაშის ძალას თუ გზნობდი სტადიონზე თქვენ. ძალიან დადებითად მოქმედებდა ჩვენზე, მე პირადად ამ მე-16 მოთამაშიც უგრძნობდი თუ რა ხდებოდა საქართველოში, როგორი მზადება იყო. თვითონ რა შეეხება სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო მათ, რადგან მათ გარეშე ბევრი რამე კიდე გაგვიჭირდებოდა ჩვენ და ეს იყო ხალხი, რომელმაც აიყოლია ინგლისელი გულშემატკივარის და გააერთიანა ყველა ჩვენს გარშემო. ძალიან ხარში გვედნეთ სტადიონს რომ მივიდოდეთ ხოლმე რაღაც ხვდებოდნენ ხოლმე ძალიან თბილი გარემო იყო, ძალიან შექმნილი იყო, მოგებიძრო ძალიან დიდი სიხარული, ასევე წაგებიძროთა ძალიან გვერდში გვედნე ხოლმე რა არ იყო ისეთი მდგომარეობა, რომ და ძალიან გვიხაროდა რა ძალიან ბევრი იყვნენ, ყველა თამაში შეგრძნოდით, მაგრამ უდიდეს მხარდაჭერას, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო მათ და დიდი ძალა ალბათ ეს ხო ხალხს ამ ქალაქ ქვეყანაში ხარ და საქართველოს